ახალ წელს დღეს ბედობის დღე არის, ბედობა დღეს. მაგრამ მთელი საქართველო ალბათ ახლა ჯერ კიდევ საახალწლო განწყობაში არის, მაგრამ რა არის საახალწლო განწყობის და кейფების და ამის მიზეზი? დიდად მიუხედავად ყველაფრისა, მაინც ძნელადაა გასაგები, რადგან ჩვენი ქვეყნის თავზე დამყდარი უბედურება ნამდვილად არ გვაძლევს ქართველებს იმის საშუალებას, რომ ვიფიქროთ იმაზე თუ არხეინობას მივცეთ თავი და ეს ბატონი შალვა იმყოფება ბაზალეთში, ბაზალეთის ტბაზე და მის ირგვლივ გაყიდული მიწების საკითხთან დაკავშირებით. თქვენ ალბათ ნახეთ ის ვიდეობლოგი, რომელიც მე მქონდა ჩემს გვერდზე დადებული, აქ მარტო უკვე არაბებზე არ არის საქმე, ებრაელებიც გვეუბნებიან იმას, რომ ჯერჯერობითო გარკვეულიც არ არისო. ამ მიწაზეო საერთოდ ქართველები იყვნენ პირველი თუ ებრაელებიო და სხვადასხვა მიზეზები, მოკლედ ყველა რჯული რაღაცას იფიქრებს იმისთვის, რომ ამ მიწაზე შეგვეცილოს და ბატონო შალვა, რა ხდება? რა გაარკვია ახალი მაგ ყოფნით? რა ამბებია? მოგესალმებით ჩემო ერმინე. მიესალმებით ყველა ღირსეულ ქართველს. მოგილოცავთ ბედობის დღეს. მე მართლა რა ვიცი, აი გახარებული ვარ, რომ ამ ბედობის დღეს ჯერ კიდევ ჩვენ ძირზველ ქართულ მიწაზე ვიდექიებთ 5 წუთის წინათ, სანამ ქარმა არ წაგვიღო თითქმის, არ ვიცი, დილიდან წავჩელიაბეჭში თავი ისეთი სიტუაცია, ამიტომაც ვიწევს, რომ მანქანიდან ჩავწეროთ ძალიან ისეთი ქარბუქია. ხო და ჩამოვედით იმისათვის, რომ არ ვიცი, 1-2 სიტყვით მაინც მოვფერებოდით ჩემ მშობლიურ მიწას და აგრეთვე დაგვეფიქსირებია ის გაყიდული ტერიტორიები, რომელიც აგერ ჩვენ ბაზალეთის ტბის პირას ვიმყოფებით და ფაქტიურად გარშემო არ ვიცი რა, უმრავლესობა სულ გაყიდულია თითქმის ყველაფერი რა, ეს გარშემო არ ვიცი რა ხდება, ჩემამდე არ დადეს. კი, ყინვა თოვლია, მაგრამ სამშობლოს სიყვარულს ნახდათ არ ახასიათებს არც სეზონურობა, არც ამინდის ცვალებადობა და არც პერიოდულობა. არც საფეხურები გააჩნია სამშობლოს სიყვარულს. ვინც ყველაფერს არ აკეთებს, მისთვის ის არაფერს არ აკეთებს, ის ვინც ყველაფერს მას არ უძღვის, ის ყველაფერზე ვარშეუბნება მას. აი აგერ ბაზალეთის ტბა არის. ეს ტბა ჩვენთვის არის რაღაც საკრალური წმინდა სალოცავი. აქ ამ ტერიტორიების გაყიდვა კი არა, ალბათ როიბანავო კურთხევა უნდა კონდეს და როგორ უმოწყალოდ ყიდიან. ახლა ჩვენ ვიყავით გადასული, მართლა ძალიან გაუსაძლელი სიცივე და ქარბუქია, თორე მე ჩვენ გვინდოდა რომ პირდაპირ ბაზალეთის ტბის პირას გადაგვეღო ეს, მაგრამ ძალიან მართლა შეუძლებელია, შეგიძლია აჩვენო რა ცოტა აჩვენე რა ამ ქარბუქში მართლა ვერ შევძელით რა, მოატრიალეთ, კაი ხო და ხო და თუ რაოდენ მე ჩვენ როდესაც წინა ლაივი ჩავწერეთ ჩემო ერმიდე, მე მაშინ ჩვენ მაშინ ლექსი ჩვენი რა ვიცი ერთ-ერთი ყველაზე დიდი მამულიშვილის უდიდესი მუამაგის უბადლო გოსნის წმინდა მართლის ლექსი ბაზალეთის ტბის შესახებ ლაივში გავაჟღერეთ, მაგრამ ახლა უკვე ბაზალეთის ტბის პირას ვარ და უფრო სხვა კუთ ვიტყვი, ისე შემოგხვდები გეტყვით ისე ამ ლექსს და მინდა რომ ამ ლექსის გარშემო აი თვითონ უფრო მეტად რომ შევიგრძნოთ, რას წარმოადგენს ბაზალეთის ტბა ჩვენთვის თითოეული ქართველისათვის. მე თითოეული ნორმალური ჭეშმარიტ ქართველზე მაქვს საუბარი, თორე ახლა ქართველი სახელი და გვარი რო აქვს, მაგაზე არ არის საუბარი. აი აქ 50 მეტროში ვარ ბაზალეთის ტბიდან, უშუალოდ ბაზალეთის ტბიდან. ბაზალეთისა ტბის ძირას ოქროს აკვანი არისო და მის გარშემო წყლის ქვეშე
უცხო წალკოტი ყვავისო. მწვანეა მუდამ წალკოტი არასდროს თურმე არ ჭკნება. ქვეყნისა დროსა ტრიალსა იგი არ ემორჩილება. ვერ ერჩის თურმე მის მწვანეს ვერც სიცხე ვერცა ზამთარი და იმის მზიან ჩtildeებს ქვევს მუდამ გაზაფხული არის. წალკოტი შვაგულშია ისაკვანი ას და არავის კასტანგან იჩასვლა ჯერ არ ვის გაუბედნია. მარტო ერთი სირინოზი იმაკვანს თან ახვევიან, მარტო იგინი გრძნეულნი დასტრბიან და დამღერიან. ამბობენ თამარ დედოფალს ისაკვანი ჩაუდგავს და ეს თვისთა ცრემთ ნადენი ტბა კარვატზედ გადუხურავს. იმას კი აღარ ამბობენ აკვანში ვინ ჩააწვინა ათვით ერმა თვისი ცრემლი ტბაძედ რისთვის და ადინა იქნებ აკვანში ისკრ მაწევს ვისიც არ ითქმის სახელი ვისაც დღედაღამ ნატმულობს ჩუმის ნატყვრებთა ქართველი თუ ასე არის ნეტავ მას ვაშკაცა სახელოვანს და რომლის სახელი პირველად მიჩნდება იმა აკვანსა თუ ეს ნეტავ მას დედასა სახელდებულსა ვინც იმ ყმას პირველს მიაწვდის თვის დუძუს მადლით ცხებულსა ახლა რაზია საუბარი ხო გასაგებია რომ აკვანში დიდმა ილიამ საქართველოს იგულისხმა ხოლო მასში ჩაწვენილი ყმა ქართველიერია ჩვენი იდენტობა ჩვენი გენია ჩვენი ჯიში და ჯილაგია და დღეს ეს სატანის აი ჩვეულებრივი აი ბოროტების ხორჩესმული ბოროტება ესენი ჩვენს ჯიშსა და ჯილაგს კიდიან ასეთი რამ საქართველოს ისტორიაში არასოდეს არ ყოფილა ეს არ ყოფილა არაბების ბატონობის არც მონღოლების ბატონობის არ ჯალალედინის არ თებულენგის შემოსევის დროს არ ჩაჰაბაძის არც აღა მაჰმადხანის ჩვენს თვალწინ ადამიან ხალხ ფიანდაზები გაუფინეთ ოქროს მანანასავით მივიღეთ და ასე გავწიროთ მე უკვე ისეთი წარმოდგენა მრჩება რომ ეს სატანის ეს მოციქულები ესე როგორ ჩევარდნაძე ისევე სააკაშვილი მაგათი მოვალეობა იყო მაგათი პასუხისმგებლობა იყო ბნელეთის ძალების წინაშე რომ ეს ხორჩესმული ბოროტება მოეყვანათ ეს ჩვეულებრივი სატანა მოეყვანათ რომ ქართული სახელმწიფოს გრევისა და ქართველიერის ფიზიკური და სულიერი განადგურების პროცესი რომ საბოლოო დასრულებულიყო და შეურჩევადი გამხდარიყო სატანა ეს პიროვნება მაგრამ მაინდა-მაინც ვერ გავიგე კაცო რა უნდა ქნას ესე იგი თვალებიდან პირიდან მაინდა-მაინც ცეცხლის ჰალი უნდა გადმოაფრქვიოს ჯეირანივით რქები მხრებზე უნდა გადაიწყოს თუ გოგირდის ძაფრისუნი უნდა დააყენოს გარშემო ან ცეცხლოვანი კუდის ქნევით გადაბუგოს ყველაფერი ვეღარ უნდა მოხდეთ რომ სატანაა მოსული ხო ალბათ ლოგიკური ალბათ შეკითხვა რატომ ჩვენ კაცო რატომ ქართველები რატო ვართ ასე სამაგალითოდ ასე უმოწყალოდ რატო გვტანჯავენ ამას თავისი ობიექტური ახსნა აქვს სიკეთესა და ბოროტებას სინათლესა და სიბნელის სულიერისა და ხორციელეს შორის ბრძოლა დასაბამიდან მოდის დღეს საუბედურო დედამიწაზე ბნელეთის ძალები ბოროტება მძლავრობს ხორციელი დღეს განუხრელად ბატონობს სულიერზე მაგრამ სატანისათვის ეს საკმარისი არ არის უბრალოდ ბრძანებლობა აუცილებელია რომ სულიერება საერთოდ განადგურდეს ანუ ადამიანმა საერთოდ დაკარგოს მორალური ზნეობრივი პრინციპები და ის ყოველგვარი სულიერი ამაღლებული წმინდის აბსოლუტურად ნეიტრალური აბსოლუტურად აღარ არსებობდეს მასში ეს ყველაფერი და ამისათვის
სტერილური უნდა იყოს ამაღლებულისა და წმინდის მიმართ. ამისათვის ამ სულიერების მასაზრდოებელი წყაროს დაშრედა, გადაკეტა. ხოლო მასაზრდოებელი სულიერების ეს უფლის არსია, უფლის რწმენა, უფლისადმი შიში და რიდია. წმენა ეს ზუსტად ამის აიხსნება ებდელეთის ძალების რაღაცა ამბაის გააფთრებული ბრძოლა მით უმეტეს ბოლო წრეებში რწმენასთან. მე მოდი რა ჩვენ ამ სიკეთისა და ბოროტის შორის ბრძოლაში უფლისდებით ქართველს ეს განსაკუთრებული გამორჩეული მისია გვაკისრია და მოდით აუხსნათ რატომ შევეცადოთ ჩემში ყოველთვის ძის შეშფოთებას რაღაც დოზით გაოცებასაც იწვევდა მე ადრე აღვნიშნე ეს ის პათოლოგიური დაჟინება და საოცარი პრინციპულობა როგორი დაჟინებისა და პრინციპულობისაც მსოფლიოს დღემანდე ბრძანებელთა ტომის ბელადები ერთიანი მსოფლიო წესრიგის მესვეურები აი დისპლეიდი რა ვიცი რას არ უწოდებენ საიდუმლო მთავრობა ნუ ბელეთის ძალები ცდილობდნენ ჩვენი ესოდენ მცირერიცხოვანი მაგრამ ამავდროულად უდიდესი გმირული ისტორიული წარსულის ქონე უაღრესად ამაღლებული უაღრესად აი მრავალ საუკუნევანი უდიდესი კულტურის ქონე უაღრესად ამაღლებული წესშოულებისა და ტრადიციების მატარებელი ქართველი ერისგან მიიღო შექმნა სრულიად უუფლებო მორჩილი წმენა დაკარგული ჯურსართმეული უსახო უსქესო სამოქალაქო საზოგადოება რაც მებადებოდა მართლა ლოგიკური შეკითხვა რით დავიმსახურეთ, რატომ გავხდით მსოფლიო ძალებლების ესეთი მაღალი ყურადღების ღირსით? პასუხი ჩვენს ისტორიულ წარსულში უნდა ვეძებოთ. ისე სწორედ ის არის, რომ ქრისტიანული მართლმადიდებელი რელიგია, ქრისტესჯული ისტორიულად რეალურად წარმოადგენდა ჩვენი ერის თვითყოფადობის საფუძველს, მის უმთავრეს სულიერ ღირებულებას. აქედან გამომდინარე, უფლის რწმენა, უფლის შიში ჩვენი ერის შინაგანი მრწამსისა და ცხოვრების წესის უპირობო გამსაზღვრელი ამიტომაც ჩვენში ქართველებში სულიერი ყოველთვის განუხრელად ბატონობდა ხორციელზე ქართველი კაცის ბუნებაში საზოგადო ეროვნული პიროვნულზე ყოველთვის განუხრელად მაღლა ედგა მე ეს ადრე აღმინიშნია ჩვენს ლაივში გასაგები ხდება თუ ასეთი რაღაც უტეხი ნების ჯიუტი ერის მოდრეკა დადგრუნა შეძლეს და სულიერების გამოსვლა მსოფლიოს დღემდეელმა ბრძანებლებმა მაშინ ეს იქნება უაღრესად წარმატებული ექსპერიმენტი მსოფლიოს სხვა ერების დამონების, დამორჩილების ერთია მსოფლიო წესრიგზე მათი დამორჩილების გლობალური პროექტის ფარგლებში. სწორედ ამიტომ ჩვენზე ქართველებზე როგორც ლაბორატორიის ვირთხებზე ასეთი ჩვენს გენზე ჯიჟზე და ჯილაგზე როგორც ლაბორატორიის ვირთხებზე ასე გულმოდგინებით ატარებენ სტეპს საერთაშორისო მასონური დარბაზები. ამავე დროს ემილე შენ კარგად იცი გენაცვალე რომ ჩვენ არ გავაკუთვნებით ეგრეთ წოდებულ პატრიოტების რიცხვს რომლებიც ვამტკიცებთ რომ ვინაიდან რადგანაც ჩვენ უფლის რჩეული ერი ვარ და ღვთისმშობლის წინხვედრი ქვეყანა ნუ ყველაფერი კარგად იქნება საკმარისია ჩვენ ვილოცოთ დედაღამე ვილოცოთ და ვერთი ყლავ მოწყალი თვალით გადმოვხედავს ღვთისმშობელი ყლავ დაიბერწყავს თავის გულ ყალთას და გამწყინდება გენაცვალე ჩვენი ქვეყანა მე მინდა კარგად გამიგოთ მე პრეხოლობასიც კი მიმაჩნია იმიში ეჭვის შეტანა რომ წარსულში საქართველოს და ქართველიერი მართლა გამორჩეული და მართლა საქართველოს იყო უფლის ღვთისმშობლის წინხვედი ქვეყანა ხოლო ქართველიერი უფლის რჩეულიერი ამისათვის ჩვენ არ ვჭირდებათ ძელთა ხმობა საკმარისია ჩვენ რუკას დავხედოთ ასე ერთმუჭა ტერიტორიაზე მცხოვრებმა ასე მცირერიცხოვანმა სისხლისგან დაცლილმა ნაწილ-ნაწილ ჯაჭეხილმა ერმა მუსულმანთა ოკეანეში
საუკუნეების ქართლის რო გაიარა, იობის ტანჯვა გაუძლო, გოლგოთა რო გამოიარა და ჯულის ერთგულება და თვითყობადობა დღემდელობამდე რომ მოიტანა, ეს ნამდვილად უდიდესი სასწაული და უფლის უდიდესი წყალობაა, მაგრამ ჩვენ ეს წყალობა რომ მოგეპოვებია, ასობით ომი გვა ქართველებს ამისათვის გადახდილი და ასობით დადაში შეიძლება მილიონობით ქართველია ამ მიწაში ჩაწვენილი, გაპოხილია ქართული მიწა და დღეს რითი ვიმსახურებ ჩვენ ამ წყალობას, როდესაც ასე არხეინად. აგერ ჩვენი მეგობარი დაგვხვდა, გულმოკლულია კაცი. კაცი შვილი ვერ ეყოლია, თვალწინ იყიდება, არ მინდა, რა ახლა რითი ვიმყო, აი რითი ვიმსახურებ ჩვენ ამას რომ ჩვენ ღმერთმა გადმოხედოს მოწყალე თვალით. აი ეს არის შემთთვის და ეს ბდელეთის ძალების საჯიგდირო გავხადეთ ჩვენი ქვეყანა. მაგრამ აი ზუსტად ახლა მინდა მთავარი ვთქვა. ზუსტად ამ უაღრესად ნეგატიურ სიტუაციაში არის პოზიტიური უფრო მეცაც გეტყვი ბედნიერი მომავლის იმედის სხივიჩას და ავხსნი რატო ერმილე ჩემო ძამიკო შენი ბრძოლა ჩემი ბრძოლა აგერ ჩვენი მეგობრების ბრძოლა გარშემო კიდევ ასეული ათასეული რამოდენიმე ათასი კაცის რომ მოიკრიბოთ ბდელეთის ძალებს ჩვენ ასე რომ ვერ დავამარცხებთ ეს გასაგებია ძალიან დიდი ძალები გვერდს მაგრამ მე ისი იმედი მაქვს ეს იმედი რო ახსნა რატომ უნდა გავიხსენოთ ბიბლია უნდა გავიხსენოთ მე მინდა რაც შეიძლება ყურადღებით განეიმისისო მე ვსაუბრობ ბიბლია როდესაც ღმერთამდე მოვიდა სოდომისა და გომორის ღაღადისი და ყველაფრის დამნახველმა ყველაფრის სენელმა ღმერთმა თვალებს არ დაუჯერა, ყურებს არ დაუჯერა და ჩამოვიდა მართლა სანახავად შესამოწმებლად და მაშინ არსებობდა პიროვნება აბრამი, რომელსაც ენდობოდა ბოლო ერთადერთი შვილი 100 წლის ასაკში შეეძინა სამსხურბლოზე დააწვინა, ხო? ნუ შემდეგ ვიცით, ხერთმა გამოუშვა ბატკანი იქიდან მოდის, მამა აბრამის ბატკანი. და შეეკითხა, ნამდვილია კაცო ეს ამბავიო? დაუდასტურა. და შემდეგ წავიდა პირველ მაშინ გადაწყვიტა რომ გაენადგურებია და წავიდა პირველი ვაჭრობა ადამიანსა და ღმერთს შორის ვიცი 50 კაცი თუ გამოვიდა წესიერი ნუ არ დავწვალ და ჩამოვიდნენ 10-მდე შემდეგ ვიცი თუ 10-იც არ ინახა მარტო 4 გამოვიდნენ ნუ დანარჩენიც ვიცით იქ მარილის და ნუ ეს არ არის ამ წუთას სასაუბრო აქ სხვა რამეზია ყურადღება მისაქცევი. ესე იგი ღმერთს ასაკვირველია აბრამის ხათრი ქონდა, მაგრამ ღმერთზია საუბარი. მან 10 კაცი ამ დიდ ქალაქში, მრავალრიცხოვა ქალაქში რო საკმარისი ჩათვალა რო საბოლოოდ არ გაეწირა, ესე იგი ის თვლიდა რომ თუ არსებობს ჯერ კიდევ პატრიოტების ნიშანწყალი ამ უზნეობის ჭაობიდან ამოყვანა მისი შემწეობით კიდევ არის იყო შესაძლებელი და ამიტომაც მაქვს მე იმის იმედი ჩემო ძამიკო ერმილე რომ თუ ჩვენ თუნდაც ცირედი თუნდაც 1% თავგან თუ ვიბრძოლებთ თანაც უანგაროდ შეიძლება ღმერთმა შემოიბრუნოს ჩვენსკენ გული შეიძლება როგორ გითხრა მართლა მოწყალე თვალი გადმოვხედოს შეიძლება ღვთისმშობელმა მართლა გადააფაროს თავისი მადლიანი კალთა ჩვენ სამშობლოს და შეიძლება ეშველოს ჩვენ ქვეყანას შემოერმილე და მაშინ შეიძლება მართლა მუხა მული შემოიბერწყას ლუხუმს ლაშარის გორაზე შადგომა ეგილსოს ალგეთში კიდევ დაიზარდო გლისლეკვები მართლა ვნახოთ ველებზე ყვავყორნების ბუმბული გაშლილი და გაფანტული ხოლო სვეტიცხოვლის დიდადაში დასვენებული ქართული გული შეიძლება მართლა გაცხელდეს გაცხოველდეს ჩირაღდანივით აინთოს დაწვას და დაბუგოს ჩვენა ყველა მტერი და ორგული ხოლო ქართველებს მართლა შეიძლება წინ საბანათობილი შუქურვასკლავებით წინ გაუძღვეს და ზაგაუნათოს და მომავლისაგან ახლა პოეზია
როდესაც მშობლიურ მიწაზეა საუბარი, მე დღეს მართლა მინდოდა რომ ახლა მეგობარმა თქვა არა, მაგრამ მე იმდენად აი მინდოდა დღეს ჩავხუტებოდი მაგრამ ხოდა მე მინდა რომ ერთი ლექსით დავამთავრო, უბრალოდ დაწყვეტით. ახლა მეორე გენიალური პოეტის გალაქტიონ ტაბიძის ლექსის დაწყვეტით მინდა თუ რა ეს არ არის ლექსი უბრალოდ. ეს არის ოდა, ეს არის ასეთი სიყვარული აი მან ცოტა და ზოგიერთი კუპლეტი ცოტა არ იყოს არის ისე გამშვალული ცოტა კომუნისტური სულისკვეთებით რამოდენიმე კუპლეტი ასე რომ სამი დიდი ოკეანე გარეულის ნათელ მხარეს თვარიანი და მზიანი ზეცა აფრქვევს სიანკარეს ორ ზღვაში ის გადარჩა და სახელად ეწოდება საქართველო. დავიცავ შენ დიდებას წინაპართათვლებს და ასით კავკასიის ფარდა ეს ამერი დაიმერი მისი ხელი ხმალს იკარდა მისი მრავალ ზმური თუში სავი და ხევშური სისხლის პორით შეღებილი ქართკახეთი რაჭარე ჩხუმია შორით ახლოს მესხეთ დავახეთი შენ საყვარელ სახელს ვფიცავ რომ დავიცვავ შენ უფლება და ვიხსენებ იმერეთის ომს ვეფხვისებს შინს დილობას მის ჩონგურებს და ეს ხმა თკბილი დახკარ გზნობი დაირასა განა ვფიცავ რომ ფაზისის ცას საირმეთა ეხში დავიცა აგერ წინამძღვარ თკარის ხარი არხევს ვაზის სამოს და ეფინება საგურამოს მშობლიურო ჩემო მიწავ შენ საყვარელ სახელს ვფიცავ შენ სიმაღლეს შენ მიდის ძველთა დიდება თუ დამარცხება ეთვისება ზახეს ცხედა და არა უსივრცვად როთა სივრცე და მდიდარი ფეროვნება მისი შრომა მისი სიბრძნე მითი დიდი ხელოვნება იკეთეს თყვას დახურებს მაღლით ჯვარის მონასტერის მაგრამ მსგავსი ვერსად ვნახე ხუროთ მორწას ახავს ცველად მეომარი და მგოსანი და ჩუქურთმა უფრო შენ საყვარელ სახელს ფიცავ მარად გიცავდი და ყველა ქართველს მინდა ხო გეუბნები ჩვენ მეგობარი რომ დავგზა აქ ჩვენიანო და რო გვითხრა რომ როგორ ეხება ყველას არიქავთ სამშობლოს ვიყიდიან მიწას ვიყიდიან და რო ყველა ვითომ შეწუხებულია მაგრამ აი გავიხსენ შალვა შეიძლება ორი სიტყვა თქვა მესმის ბაო ახლა შენ პატრიოტული შემართება სულისკვეთება თან ცოდნი მარტო
ინსტინქტის დონეზე კი არა გაქვს პატრიოტიზმი, ცოდნით აგართ და ღრმა ცოდნით ეს ყველაფერი და რა თქმა უნდა კარგია რომ ამ ახალ წელს კიდე ხასიათი და გული და განწყობა ამ ყველაფრის, მაგრამ მიწის დაცვაზე ვლაპარაკობდით და მიწის დაცვის გულისთვის მიჭერდნენ მაგ და მიწის დაცვის გულისთვის მიღზრავდნენ საქმეებს. დავითგარეჯი საქართველო არისო, დიდგორობა არ უნდა აღნიშნო, ბნელები ხართო, ესა ხართ, ისა ხართო. ომის ამბავს ლამის და იმათ, რა ქვია, არ ვიცი ეს კიდე რა გვითვლიდან. ზოგი მიშისტობას გვითვლიდა და ზოგი რა ვიცი ბნელობას და გრუზინობას და ასე შემდეგ. მე რა მინდა იცი კითხვა? ეს ვისაც გულში აქვს საქართველოს სიყვარული, იმას გამოაფხიზლებს და გამოაცოცხლებს თუ არა? ესენი რამ უნდა გამოაცოცხლოს შემოძმაო? რასაც შენ ამბობდი? ყველაფერი უკვე დასულია საქართველოში, პირუტყვის დონეზე არიან დასულები. ლექსი კი არა, წვრწინო დაუდო, ყველაფერი უკვე იმას ვეღარ ხვდებიან თუ ჩემი ძმა ხარ. ქვეყანას კაცი ბიჭო, ერთი პრეზიდენტი მოუყვანა უვარგისი მოღალატეო, მეორე მოუყვანა აგენტიო, ერთი პრემიერ-მინისტრი მოუყვანა მოღალატეო, მეორე პრემიერ-მინისტრი კორუმპირებულიო, უშიშროების მინისტრიო, ბავშვების იმას ჭამდაო და კორუმპირებულიო ძარცვავდაო, მოადგილე გოგაშვილი რო იყო, იგიც კიდე კორუმპირებული ჭამდაო, სვამდაო, ხალხისასო იპარავდაო, ართმევდაო, იჭერდაო, ხალხსო ბოროტად იყენებდა თანამდებობასო. თავარი პროკურორი ყავდა, მკვლელი ყოფილა და მკვლელობას უკეთავდაო, რა ქვია, გუბერნატორები ყავდათ და ბარიგა და კორუმპირებულიო. რა ხალხს ელაპარაკები შენ ამას? და ზევით ვინცა ამ ყველაფრის? ხო, ზემოთ კიდე მე რატო ვამბობ, იცი? ზემოთ კიდე ვინ ზის და ვინც ამ ყველაფრის შემოქმედი არის, ეს ქვეწარმავალი. ადამიანი არცა სატანა მართლა. ეხლა ეს ადამიანი თურმე ყოფილა ლამის წმინდანი? ხო და ეს ყოფილა თურმე წმინდანი და ეს ხალხი თურმე შეცდომით მოუყვანია სულ ყველა გაანადგურა ქვეყანა, ერი თავზე დაგვამხო ყველაფერი. ქართველიერი უკვე განადგურების უკანასკნელ სტადიაში არის შეყვანილი და ისე აქ ხალხს ტვინი დაბნელებული და დაქლავებული კი არა, მე გეტყვი პირდაპირ ვიგო დააქვთ ზუსტად ამიდან რომ რა ბაზალეთის ტბა ბიჭო, რა ქართული მიწა, რა არაბების ჩამოსახლება, ბიზნესი კეთდება ძმაო, ველაპარაკეთ მაგერ ხალხს. შენ თვითონაც ხედავ რა სიტუაცია არის, ხო ხედავ? ისე ყავთ დამშეული და გატეხილი ხალხი, იქნება რაცა 2 კაპიკი ტურიზმიდან მაინც ვიშოვოთო კაცო, ასე იმათ რა ქვია და უკვე პროტესტიც აღარაა. წინააღმდეგობის გაწევის ძმაო, არც თავი აქვს, აღარც სურვილი აქვს, არ ელოდებიან უკეთეს. დაგვიბრუნდი შალვა. არ დამთავრებულა შალვა ჯერ, არ დამთავრებულა, არა. გახდა მე ხელახლა შემოდი და იმას იზამს, რა ქვია. გავაგზელებ და ხელახლა შემოდი. ტექნიკური ხარვეზებია და მე მინდა უბრალოდ იმედია შემოგვიერთდება ბატონი შალვა და მე მინდა უბრალოდ ერთი რაღაცა ვთქვა. ბიჭო, აი ახალი წელი მოვიდა, ხო? ვიზგი ახალწლებად, ის რა ვიცი, რაღაცა რო გიხაროდეს, ადამიანს მარტო შენი პირადი ბედნიერება და პირადი შემოსავლები თუ გახარებს და ამით ახარ ბედნიერი ცამდე ასული, ეგ არ ვიცი, მე სიმართლე გითხრათ, მაგრამ აგერ გავრცელდა ვიდეოები უამრავი, თბილისში უკვე ქართველი აღარ ჩანს ახალი წლის ღამეს. ასე არაა? ვინმე რამეს იგონებს? ვინმე რამეს გაბრალებთ? თუ თქვენ არ ნახულობთ ამ ვიდეოებს? რა პრობლემაა, კაც ტურისტებით გაივსოთ თურმე საქართველოს. და ამაში არის მთელი უბედურება, რომ ამ ყველაფრის შემხედვარი ადამიანი ზის და ღმერთმა დალოცოსო ბიძინაო ომი არაო. ამ და ეგ მშვიდობას ბიჭო, მილიონ დაუნდობელი ომი და სასტიკი ომი არ მირჩევნია.
ან არ გირჩევნიათ ვინმე ეს? იცით, მაგრამ სამშობლოს ღალატს ინვესტიცია დაარქვით. ტერიტორიების დათმობას და გადაცემას და ტრაქტორით ტერიტორიების ოკუპაციას როგორც დავითგარეჯი მოხდა, დიპლომატია დაარქვით. ქართველი ერიდან ქვეყნის დაცლას და დემოგრაფიულ კოლაფს ვიზა ლიბერალიზაციით მოტანილი სიკეთეები დაარქვით და ასე შემდეგ და ასე შემდეგ. დღეს ვკითხულობდი 450 კილო ოქრო არის გატანილი მარტო 2025 წელს საქართველოსდან. ეს ქვეყანა ქართველის გარდა და ჩვენს გარდა აბსოლუტურად ყველას ეკუთვნის და იეც თუ არ გინდათ ვიცი ახლა სამოღება და თუ არ გადარდებთ ამ ქვეყნის ბედი და იღბალი გაიმზადეთ მაშინ მომდევნო წლისთვის მომდევნო ახალი წლისთვის არაბულად იქნება ბევრი სიკეთე და ბევრი ტურისტი და ბევრი თანამოქალაქე გაგიხდებათ არაბი და არაბულად მიულოცეთ ერთმანეთს ახალი წელი და აი ზოგიერთ რწმენად შეიცვალეთ თუ გინდათ და დაიწერეთ კაცო, რავინ არ გიშლით. ურწმუნო ადამიანები ყველა რწმენას მოირგებენ და თვითონ რეალობაში არც ერთის მორწმუნეები არ იქნებიან. ესა სისწრხვილი. სიკვდილი არის ზოგადად რაც ხდება, მაგრამ რასიზმ ვერ გააგებიებთ დღევანდელ საქართველოში. ახლა განსაკუთრებით ალბათ აქვს მიზეზი მასას იმისთვის, რომ არ იფიქროს და არ იდარდოს ამ პრობლემებზე და მარტო მისი პრობლემებით იქნას დაკავებული საჭმელი, სასმელი, კეიფი, დროსტარება, სტუმრად მოსვლა, სტუმრად წასვლა და თავის თუ ეს დარჩა. ეგეც აღარ დარჩა. დადგამენ სადღაც smartphones და იქნება ასე. ტელეფონით Skype-ით ჭიქების ჭახუნი და ეს ჩაანაცვლებს იმ ურთიერთობებს რაც იყო. ძალიან ცუდათაა ჩვენი საქმე, მე სიმართლე გითხრათ არაფერი კაის მოლოდინი არ მაქვს. ყველაზე კარგი მოლოდინი იმისი მექნება თუ კი ხალხი ამას გაიცნობიერებს, გაიაზრებს და საკუთარი სამშობლოს და საკუთარი მიწის და საკუთარი ქვეყნის დასაცავად გადადგამს ქმედით ნაბიჯებს და დაიცავს თავის ქვეყანას ისე როგორც უნდა დაიცვას. ვის მოხდება გულზე შალვას ლექსები, რომელიც ნამდვილად ზე პატრიოტიზმი არის, ხელა სითბოთი და სიყვარულით და ამდენი რამით არის დაწერილი, მაგრამ ვისაც ესმის, ჩემი აზრით, იმას არ უნდა ამის შეხსენება და ვისაც არ ესმის კიდე ლექსი კი არა, რაც კიდე ის დაუყარე, მაინც ვერ მოვა ამ ქვეყნიურ ცხოვრებაში აზრზე. მოკლედ ბატონი შალვა არ ჩანს. ეთყობა ტექნიკური პრობლემები სერიოზულად არის. ვეღარ მოახერხა შემოსვლა იყო დღესასული ზემოთ და დაათვალიერა ის ტერიტორიები, რომლებიც გაყიდული არის. ზოგი ფორმდება, ზოგი გაფორმებული არის და ასე შემდეგ და ვიცი, გვექნება კიდე ჩართვები და გადაძახილები და გამოდით ახლა ერთი და გაგვეცით ხალხმა პასუხი ამ ყველაფერზე. აი მამაოებს გეკითხებით, მამაოებს, ეს არ არის, ის არა ქვია პატრიარქისკენ რო იშვერთ ხელს და შეწმენდილი რო გაქვს პატრიარქის ხელები, ეს არის პატრიარქის სიტყვების დარღვევა და ფეხებზე დაკიდება და ღალატი? რატო ხართ? დანარჩენები ასე აქტიურად ჩართული ამ სამშობლოს გაყიდვაში? რატო ხართ ასეთი პირწავარნილი მოღალატეები? ზოგიერთი ახლა მიხვდა თურმე. აი ეს გულისამრევია ეგ ყველაფერი რა. გულისამრევია ეგ ყველაფერი და უსინდისობა არის ეს. და ფარისევლობა. ახლა მიხვდით, ხო? აი. ხო და საერთო ჯამში მე საქმეზე რომ მიდგება, ისე მიდის ამ ქვეყნის საქმე და ისე მიდის ჩვენი ერის საქმე, როგორც იბრძვის ხალხი საკუთარი სამშობლოსთვის და როგორც მზადაა დაიცვას საკუთარი სამშობლო, ისე
არის დაცული საქართველოს აწმყო და მომავალი. კარგით, ბატონი შალო ეტყობა ვერ შემოდის კავშირზე და დაგემშვიდობებით მეც შევეცდები მომდევნო დღეებში შემოგიერთდეთ ლაივებით სხვადასხვა საინტერესო თემებთან დაკავშირებით. დიდი მადლობა ყველას ყურადღებისთვის, კარგად ბრძანდებოდეთ.